მოგესალმებით პატრიცემლო რადიოს მსმენელებო და ტელემაყურებლებო, მედია კავშირ ობიექტივის გადაცემა CV პასემ. თუ გინდა მშვიდობა, თუ ეძებ მშვიდობა. დღევანდელ გადაცემას ავიყვან მე, დღეს სტუდიაში ვიქნები მარტო, სტუმარი ვინც უნდა მოსულიყო ავად გაგვიხსნა, მაგრამ არა აქვს ამას მნიშვნელობა, მაინც ჩვენ თემა ჩვენი ეხება შეერაღებულ ძალებს, ჯართან არის დაკავშირებული და ჩვენ დღეს გავარჩევთ საკითხებს რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებებს, ვენესუელის საკითხს გავარჩევთ, ამერიკაში შეერთებული შტატები ჩინეთის საკითხს გავარჩევთ და გვექნება რამდენიმე აი ასეთი შეფასება, რომელსაც დღეს ცდილობენ არ გააკეთონ ჩვენთან საქართველოში მაინც არ აკეთებენ ამას, მაგრამ ის ვინც არის სამხედრო ჟურნალისტები, განსაკუთრებით ისინი ვინც ანალიტიკოსები არიან, ცდილობენ აარიდონ თავი. მაგრამ მე დღეს მაინც შევეცდები გავაკეთო, რადგანაც 17 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ჩატარდა გაფართოებული სამხედრო კოლეგია და ამ კოლეგიაზე თავდაცვის მინისტრი ბელოუსოვი გამოვიდა და შეაჯამა შედეგები 2025 წლის 25 წლის შედეგები ეს დაკავშირებული საბრძოლო მოქმედებებთან შედეგები ასე ამონაწერის სახით ვაკეთებ, იქ ბევრი სხვა თემებიც იყო, მაგრამ მე მაინც ვაკეთებ იმ ამონაწერის სახით, რომ შეფასება გავაკეთოთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობას არის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, მის დაკომპლექტებაში, სამხედრო სამრეწველო კომპლექსში, მის სამობილიზაციო უზრუნველყოფაში და სამობილიზაციო რეზერვში, რაც მას გააჩნია, კადრების მომზადებაში და საერთოდ პოლიტიკა შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით, აი რა გზით და რა კურსით მიმდინარეობს. აი ფრიად საინტერესო იყო და საინტერესო არის ალბათ საზოგადოებისათვის, რომ მოვისმინოთ რა გაკეთდა 2025 წელს. მე ლაპარაკობ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, იმიტომ რომ შეფასების სახით მე დღეს ეს მჭირდება და მინდა ამ შეფასებაზე ვილაპარაკო, რადგან ჯარები, რომლებიც მსოფლიოში დღეს იარაღდებიან საბრძოლო მოქმედებებისათვის, ემზადებიან, საბრძოლო მომზადებას გადიან, სამხედრო პოლიტიკურ გეოგრაფიას ცვლიან, ცდილობენ მისი ცვლილების შეტანაში მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომლებიც გამარჯვებას მოუტან ძალოვანი მეთოდებით, აი ეს მდგომარეობა არის ძალიან სერიოზული და აქედან გამომდინარე ჩვენს გვეხება ეს საკითხები, სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური სივრცე დატვირთული არის აი იმ მდგომარეობით, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება თანაფარდობა შეიცვალოს და შეიცვალოს დაპირისპირების სახე. დღეს თუ ჩვენ მაგალითად ჩვენ ეს გვაქვს დაპირისპირება თქვა სიტყვიერი, თქვა დიპლომატიურ ფარგლებში, შეიძლება სხვანაირად მოხდეს, რადგან ჩვენ ის საკითხები, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს, ამ საკითხების გარჩევა დღეისთვის არსად არ მიმდინარეობს. მე მაქვს ყურადღება არის გასამახველებელი იმ საკითხებთან, რომელიც საქართველოს ეხება, საქართველოს უსაფრთხოებას, უშიშროებას, საქართველოს ტერიტორიალურ მთლიანობას და ამისაც რა კეთდება? ან ვისთან კეთდება, რა ხდება, რა შეხვედრები ხდება, რა აზრი არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში, არის თუ არა საჭირო რომ ჩვენ გქონდეს აი ასეთი ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, სადაც ჩვენ დაძაბული გვაქვს ურთიერთობა. ან და რა შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. მაგრამ მე აი ეს ყველაფერი ჩვენ ახლა უნდა მოვათავსოთ იმაში, რა კეთდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში. 2025 წელს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაანთავისუფლეს 300-მდე დასახლებული პუნქტი. 6000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი. შარშან ეს იყო 4000-ზე ცოტა მეტი კვადრატული კილომეტრი, ანუ 1/3-ით მეტი გახადეს. საბრძოლო მზადყოფნა უკრაინის შეიარაღებული ძალების დაეცა 1/3-ით. 2025 წელს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა
დაკარგეს 500,000-მდე, ეს არის აუნაზღაურებელი დანაკარგი, ანუ ისინი, რომლებიც ესე იგი გარდაიცვალენ, დაიღუპნენ და ისინი, რომელსაც ხეიბარი გახდნენ და ის უკან დაბრუნება მათი შეუძლებელია, ან ფეხი არა, ხელი არა და ასე შემდეგ. აი 500,000 ეს ძალიან დიდი დანაკარგია. ძალიან დიდი დანაკარგი და ის დაცვის ზღუდეები, რომელიც უკრაინას აქვს შექმნილი შეხების ზოლთან, რუსეთთან და ეს არის 1100, 1200 და თუ ჩვენ კურსკის ოლქს ჩავთვლით, იქაც მიმდინარეობს ჯერ კიდევ აი ასეთი ისინი გადაადგილებები ჯარების, დივერსიული ჯგუფების, მაშინ ის 1200 კილომეტრი გამოდის. ამიტომ ამ ასეთ ფრონტზე უკრაინის ჯარს, რომელსაც სხვადასხვა მონაცემები არის, ზუსტი ვერც უკრაინამ ალბათ არ ასახელებს და არც უნდა დაასახელოს, მაგრამ თავად რუსეთის ამას ვერ ასახელებს, რომ ზუსტად რამდენი დარჩა, ამბობენ 900,000, ამბობენ 800,000 ჯარისკაცი, რაც მე ვიცი, რაც ინფორმაციას მე თქვენ მოგაწოდეთ. მე მინდა თქვა, რომ რუსეთის მიერ შეარაღებული ძალების განსაკუთრებით ეს სტრატეგიული დანიშნულების ძალები, სტრატეგიული თვითმფრინავები, სარაკეტო დარტყმები და ასე შემდეგ, რუსეთის უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი განახავრებულია. მას არ შეუძლია შექმნას და მთავარი რაც იყო ამ სამხედრო სამრეწველო კომპლექსიდან ის რაც ინსტიტუტები და ისინი ამუშავებენ, მათ აი ასეთი დიდი დანახარჯები მაინც არ ჭირდება, მაგრამ ის რომ მაგალითად გამოიყვანონ დაზიანებული ტექნიკა, საშუალებები, თქვათ წინა ფრონტიდან ზურგში და მოაწყონ მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები, სარემონტო სამუშაოები. აი ამისი საშუალებებიც არ აქვს. ის საინჟინრო საშუალებები, რაც გააჩნდა უკრაინას, რომლებიც საჭირო იყო იმისათვის, რომ აღედგინა გზები, რეკადების მიმართულებები და საინჟინრო მათი უზრუნველყოფა, დანაღმები და პირიქით განაღმების საშუალებები, საინჟინრო ჯარები, ესენიც განახევრებული აქვს უკრაინას. და ის საშუალებები, რაც ამისათვის ჭირდება, მათ ეს არ აქვს. ანუ დღევანდელი დღისთვის მინდა გითხრათ, რომ უკრაინის მდგომარეობა ქვევით მიდის და აი ამ მონაცემები, რაც ბელოუსოვმა გააკეთა ანალიზი, აი ამ მონაცემებით თითქმის გაორმაგდა შეარაღებული ძალები რუსეთის ფრონტის ხაზზე და გაორმაგდა მისი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. მე გეტყვით თქვენ, რომ მარტო 70% ყველა თვალელექტროსადგურები, აი ზუსტად სარაკეტო დარტყმების საშუალო და გზელი, თქვათ შორს მავალი სარაკეტო საშუალებების მიერ განადგურებული თვალელექტროსადგურები 70% შეიცავს ის, რაც უკრაინის ტერიტორიაზე არის. და იგივე მაგალითად ჰიდროელექტროსადგურები 38% განადგურებული არის, რომელიც ელექტროენერგიას არ იძლევა. გაზი არ არის, ქვანახშირი არ არის, დენი არ არის, ხოდა წარმოგიდგენიათ აი ეს მდგომარეობა რაც იქ არის. ახლა ჩვენ რო შევხედოთ მაგალითად რუსეთის შეარაღებული ძალები. რუსეთის შეარაღებულმა ძალებმა დღეს მიიღეს პირადი შემადგენლობა ამ წლის, მთელი წლის განმავლობაში 410,000 მოხალისეები მარტო. მოხალისეები უფრო მეტიც მიიღეს. და ყოველ თვე 1000-1300 ადამიანს იღებდნენ ისინი გამწვევ პუნქტებში. მოხალისეებით მარტო. ანუ პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო რეზერვის მას არ გააჩნია არავითარი დეფიციტი. პირიქით. ის ქმნის არმიებს, ის ქმნის ამაზე მე ჩამოვთვლი კიდევ რა უნდა რა გაკეთეს და რა საკეთებენ ისინი. და აი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე ნაკლებობა პირადი შემადგენლობის არ გააჩნია. მეცად გეტყვით. იმ სამობილიზაციო რეზერვში არის თითქმის 1/5 ოფიცერთა შემადგენლობა. ისინი ვინც თადარიგში გავიდნენ და ის ოფიცრები, რომლებიც აი გაიარეს
ადრე ქონდა თქვა უნივერსიტეტები ან უმაღლესი განათლება მიღებული და აი ეხლა გაიარეს ესეთი კურსები, სამობილიზაციო კურსები სპეციალობების მიხედვით და ჩამოყალიბდნენ ოფიცრებას სხვადასხვა დონის, სხვადასხვა მომზადების, რომელიც აკომპლექტებენ ბრიგადებს, პოლკებს, ბრიგადებს, დივიზიებს და ყველა ერთად, ესე იგი, ფორმირდება და კომპლექტდება მიმართულებები, რომლებიც არის სამხრეთის, აღმოსავლეთის მიმართულება, ჩრდილო-აღმოსავლეთის, ჩრდილოეთის მიმართულება და დასავლეთის მიმართულება. აი ეს დაკომპლექტება მისი რუსეთს არავითარი სიზნელეები არ გააჩნია. იყენებს და აკეთებს ძალიან კარგად. 410,000. ჩვენ რო შევკრიბოთ ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალები, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე 1,230,000 მარტო შეიარაღებულმა ძალებმა გადაამეტეს. ფრონტის ხაზზე, რასაც იმყოფება რუსეთის შეიარაღებული ძალების, არის 900,000-ზე მეტი. ზუსტს არავინ არ იძლევა, მაგრამ ისინი როტაციას გადიან. ერთი შემოდის, იბრძოლა, დანაკლისები ტექნიკა გაუფუჭდა, ტექნიკა დაკარგა რაღაცა, ისინი გადადიან ზურში, კომპლექტდებიან, ბრუნდებიან დისლოკაციის ადგილზე, ისინი იარაღის, შეიარაღების, სამობილიზაციო რეზერვით კომპლექტდება, ატარებს სწავლებებს და ალბათ 3 ან 6 თვის განმავლობაში ეს მომზადებული ისინი ისევ ბრუნდება ფრონტის ხაზზე. ასეა გაკეთებული ყველა მიმართულება არის აღმოსავლეთის ნაწილების, სამხრეთ ოლქების, ლენინგრადის და ჩრდილოეთის ოლქების, მოსკოვის ოლქი, რომელიც მოსკოვზე მდგარი პირველი საარმიო სატანკო დივიზია, რომელიც დგას და არმია, რომელიც სატანკო არმია და დივიზია, რომელიც დაკომპლექტებული არის უკვე არმატის და არმატამ ზოგიერთ ადგილებში მიიღო მონაწილეობა და როდესაც ანალიზს ვაკეთებდი, რატო არ ღებულობს აი ახალი ტექნიკა რუსეთის იქ ამ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას. იმიტომ არ ღებულობს ფრონტის ხაზზე, რომ ის ტექნიკა, რომელიც დასავლეთი იყენებს იქ, არცეთი ტექნიკა არ არის 80 წელზე უფრო ახალგაზრდა. 80 წელზე გამოშვების უფრო ახალგაზრდა. ანუ უფრო ძველი 60-იანი წლების და ასე შემდეგ. ანუ უტილიზაციას აკეთებს ტექნიკის დასავლეთი, რომელმაც შემოიტანა იმ ვალით, რომელიც დაადეს 350 მილიარდი დოლარი უკრაინას, ეს ტექნიკა შემოიტანეს და ეს ტექნიკა მიწის უტილიზაცია. ამის მაგივრად ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სამრეწველო კომპლექსი ამზადებს სამხედრო სამრეწველო კომპლექსს, რომ ეს ტექნიკა, რომელიც ქვეყნებიდან გამოიტანეს, 54 ქვეყნიდან, რომელიც შეიძინებდა სხვა ქვეყნებიდანაც არის, ლათინური ამერიკის ქვეყნებიდანაც კი არის ტექნიკა და ისინი ტანკები, артиллერიიდან განადგურებული და ჭურვები შეძენილი, რომლებსაც ისინი ფრონტის ხაზზე უკრაინას გადასცემენ და ამ ფულში, რომელსაც ესე იგი გადაუხადეს იმ ქვეყანას, რომელიც ეს ტექნიკა გამოყო მათთვის, ისინი მიიღებენ დაკვეთას და ამერიკის შეერთებული შტატები დაუმზადებენ მათ შეიარაღებას და იმ ტექნიკას, რა ტექნიკას იყო, შეიძლება მეტის. ამისათვის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სამრეწველო კომპლექსს 10 ტრილიონ დოლარამდე აქვს უკვე გარანტირებული დაკვეთა. 4 ტრილიონი დოლარი მიღებული აქვს დაკვეთა, რომელიც უნდა შეასრულოს 10 წლის განმავლობაში. ეს მარტო ამ ქვეყნების, რაც გამოიტანა, რაც ისახნოს, ახლა თავისიც აქვს, ხომ? თავისი ტექნიკა, შეიარაღება, რომელიც გადასცა უკრაინას ის ფულიც კი არ გადასცა, თქვა დაეხმარა 62 მილიარდი დოლარი, თქვენ გახსოვს. აქედან 25 მილიარდი დოლარი აი ხელად გადავიდა იმ სამხედრო სამრეწველო კომპლექსში, იქიდან რეზერვში მყოფი და არსენალში მყოფი შეიარაღება ტანკებზე, აბრამსებზე, რომელიც A1, A2, რომელიც ესე იგი გაუგზავნეს უკრაინას. აი ეს და თვითონ თავად ამ ხარჯში ტანკი, რას ტანკი შეაფასეს, რომელიც უკრაინას მიყიდეს ამ ფულში. ამ ფულში ზუსტად იმდენივე ტანკს ესე იგი დააყენებენ ისინი საბრძოლო მზადყოფის ან სამობილიზაციო რეზერვში, რომელიც არსენალებში ეყოლებათ განლაგებული. ანუ რა, არაფერი არ წააგო.
გამოცვალა ტექნიკა უკრაინის ხარჯზე. გამოცვალა შეიარაღება უკრაინის ხარჯზე. ის, რაც უტილიზაცია უნდა ჩატარებულიყო ჭურვების, ნაღმების და ასე შემდეგ, ისინი გაიტანა უკრაინაში, მიყიდა იმ ფულის ზუსტად იმ რაოდენობას შემოიტანს ის ქარხნებით დაუმზადებენ და შემოიტან ის და არსენალში რეზერვში ჩააყენებს ამერიკის შეერთებული შტატების. ასევე გააკეთა სხვა ქვეყნებში. ამიტომ ხელსაყრელი იყო იმ ქვეყნებისათვის აი ასეთი ოპერაციის ჩატარება, იარაღით დაკომპლექტება უკრაინის თუ არა. რა თქმა უნდა ხელსაყრელი იყო. რა თქმა უნდა მომგებიანი იყო სადის ძველი ტექნიკა, რომელსაც უკვე თავად კოეფიციენტი, ყველა ტექნიკას აქვს კოეფიციენტი. აი არის ასეთი წიგნი, артиллерიაში არის აი ასეთი წიგნი, მას ქვია, რუსულად ქვია ასე мотр. Методика оперативно-тактических расчетов. აი იქ არის მაგალითად ნაჩვენები სახმელეთო ჯარებისათვის თანაფარდობა როგორ კეთდება. თქვათ, აი ზუსტი ციფრია ეს არ არის ესეთი თქვათ ის იმაზე, 2 აბრამსი ხო კოეფიციენტით უდრის 3/72-ს. და ეხლა ახალი გამოსული აბრამსები რომლებიც არის, იქ უკვე არის რომ 2 აბრამსი, თითო აბრამსის კოეფიციენტი თითო ტანკთან არის 1.6. ანუ ერთი აბრამსი 1.6 T80 უდრის უკვე. T80-ზე ახალი ისინი მე არ მაქვს უბრალოდ და ვერ გეტყვი. მე უბრალოდ თქვენ ალგორითმს გეუბნებით როგორ კეთდება ეს. ამიტომ ამ შეფარდებებით კეთდება შეიარაღება და ტექნიკას. ნებისმიერი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომელი ქვეყნისთვისაც უნდა იყოს მზად და გამზადებული უნდა ქონდეს ტექნიკა და შეიარაღება ნებისმიერ ქვეყანას. მაგალითად ტოლფასიანი მოწინააღმდეგე ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატები? ალბათ ჩინეთი და რუსეთი. ხო, სხვა ამდენი შეიარაღება ტექნიკა არ გააჩნია, ამას ყველაფერი გააჩნია. აი, გააკეთეს, რომ 410,000 უпроსოლოდ და ცოტათი მეტი სამობილიზაციო რეზერვი, რომელიც გაიყვანეს და მოამზადეს, რომლითაც ისინი დააკომპლექტებენ და შესვლას გააკეთებენ, როტაციას გააკეთებენ რუსეთი ჯარი. აქვს თუ არა უკრაინას აი ასეთი საშუალება, აი ასეთი სამობილიზაციო რეზერვი შეკრიბა. ჩვენ ვიცით, უყურებთ იმას, TCK არის აი ასეთი ტერიტორიალური ცენტრი კომპლექტოვანია უკრაინის, რომლებიც ძალით მიდიან სამხედრო პოლიციის ფუნქციებს ასრულებენ ისინი და სად არ იჭერენ ამ ხალხს, იმიტომ არ არის ხალხი დაიფანტა ჯერ ერთი უკრაინის ტერიტორიაზე ისინი ვისი კომპლექტი საიდანაც უნდა შექმნან, ანუ ის მოცულობა მოსახლეობის, რომელსაც უნდა მისცეს მაგალითად უკრაინას თქვათ 1 მილიონიანი ჯარი. მხოლოდ და მხოლოდ დღეს უკრაინის ტერიტორია, სადაც ისინი მართავენ პირადი შემადგენლობა, სადაც არის ბავშვები და ისინი მოხუცები გამოვთიშოთ, არის 20 მილიონი, მეტი კი არ არის. და იმისათვის, რომ სამრეწველობა მუშაობდეს და უზრუნველყოფდეს ჯარს, ყველა იმ საჭირო ჯარისათვის საშუალებებით ჭირდება 16 მილიონი ადამიანი რომ მუშაობდეს. ფაბრიკები, ქარხნები ხომ უნდა ჭამოს, ის საზოგადოება ხო არ იქნება მშიერი, ვინც არის ის დარჩენილი მოსახლეობა. ამიტომ საშინელი დეფიციტია ჯარის. და ამიტომაც ითხოვს უკრაინა, რომ დასავლეთში მყოფი ის ახალგაზრდები, რომლებსაც გაწვევის ყველანაირი უკვე ვადა გამოუვიდა და საჭირო არის, რომ ისინი გაწვეული იქნენ შეიარაღებულ ძალებში, ისინი არ მოდიან. არ უნდათ ამ ჯარში, უკრაინის ჯარში შემოსვლას, რადგანაც 100%-ით იციან, რომ ისინი განწერული არიან, ან ხეიბარი გამოვიდეს იქიდან, ეს უკეთეს შემთხვევაში, ან დაიღუპო და ის 20%, რომელიც შეიძლება გადარჩეს და არაფერი არ მოუვიდეს. მაგრამ გამაგრებული რაიონები, რასაა გაკეთებული უკრაინას, ახლა მთლიანად განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებაზე, მაგალითად დმიტრიოვი, პოკროვსკი, კუპიანსკის მიმართულებაზე ეს რაც არის გაკეთებული, იქ ძალიან ბევრი რაოდენობის პირადი შემადგენლობაა და მათი უზრუნველყოფა კეთდება დონის მარჯვენა სანაპიროდან. და ეს უზრუნველყოფის გზები, რომლებიც იყო, ეს გზები მთლიანად კონტროლირებადია რუსების მიერ. აი, მინდა ასეთი არის შექმნილი რაზმები უპილოტო საფრენი აპარატების, რომელსაც ქვია რობიკონ.
რუბიკონი ეს მდინარეა თქვენი ცით რომსა და გერმანიას შორის გადმოსასვლელი, როდესაც რომის აღებას აპირებდნენ, ფიქრობდნენ გადავიდნენ ომისათვის თუ არ გადავიდნენ და რო გადავიდნენ, აი გადაილახა რუბიკონი. აი ასეთ რუბიკონი, რომელიც ეს ყველა ამ ზღუდეს უქმნის და ლახავს ამ ზღუდას არაძლევს საშუალებას მოწინააღმდეგეს რომ ის გადმოვიდეს, ანუ რუბიკონი გადმოლახოს, აქეთ გადმოვიდეს. აი ასეთი ისინი გააკეთეს რუსებმა რაზმები და რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ საჰაერო თავდაცვის საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის სისტემების და სარაკეტო ძალების მიერ სტრატეგიული დანიშნულების რაკეტის იმაზე არის ლაპარაკება. განადგურებული სამიზნეების 25% აი ამ დრონებმა გაანადგურეს. აი ასეთი დიდი მოცულობის დრონებმა, რუბიკონის დრონებმა. და რამდენი არის ეს? 13,000-ზე მეტი ტექნიკა, ტექნიკური საშუალებები, ობიექტები, სადაც ესენი ესე იგი 4-ზე რო გაამრავლოთ, ეს გამოდის 52,000. მარტო ამ ძალებსაა განადგურებული. ახლა ნახეთი ძალები, რომლებიც არის სახმელეთო ძალები, რომლებიც ისინი იზიან პირდაპირ უშუალო დაპირისპირებაში არიან პირად შემადგენლობასთან. იმათ რა საშუალებები აქვს? იმათი საშუალებები ძალიან დიდი არის და მაგალითად უზრუნველყო რუსეთის ჯარმა ეხლა უზრუნველყო 38,000 აი მოტოციკლების, კვადრაციკლების და სხვა ესეთი დანიშნულების იმის უზრუნველყოფა ჯარის და მომავალი წლის 75,000 ეხნება ეს ფრონტის ხაზზე მარტო და შემდეგ ჯარების დაკომპლექტება ამით. ანუ ეს საშუალებები, რომლებაც ძალიან კარგი შეასრულა, ამოცანა შეასრულა უკრაინის სპეციალური საბრძოლო ოპერაციის დროს, აჩვენა თავისი სახე. ანუ იცვლება ფრონტი, იცვლება ტაქტიკა, იცვლება ოპერატიული ხილოვნება, იცვლება ოფიცრის მომზადება და მისი ხედვა, იცვლება მისი დატვირთვა ტექნიკური საშუალებებით, ახალი ტექნიკური საშუალებებით. და აი ნახეთ ახლა უკრაინის ფრონტზე რუსეთმა წარადგინა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები. ეს პატარა საშუალებები, ანუ დრონი რომ უფრინავს, იქვე ჯარისკაცი ჟის აქვს ის საშუალება, რომ ეს დაახშოს ეს ზონა, ავტომატის ტიპის არის, ან ასეთ ლოკაციის საშუალებების რაღაცა არის. ეს მე არ ვიცი, არ მინახე ეს როგორი არის, მაგრამ თვითონ დანიშნულება ამის, ვიცი ამას ამბობს ბელოუსოვი ახლა რო გამოდის და ის ამბობს და აქ ამბობს, რომ ასეთი რაოდენობა მათი 130,000-ია, რომელსაც შესანიშნავად იმუშავებს. ანუ ტექნიკას იმ დონეზე აწვდის ფრონტის ხაზზე რუსეთის სამხედრო სამბრძოლო კომპლექსი, რომ ის კომპლექტდება ამით და მას აქვს იმის საშუალებები, რომელიც არ აქვს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ამის საშუალებები, უკრაინის არმიას არ აქვს ამის საშუალებები. აი ნახეთ, მარტო საარტილერიო დანადგარებში, ანუ ქვემეხებში 12-ჯერ მეტი აქვს ამის საშუალება რუსეთს, ვიდრე ეს აქვს უკრაინას. ანუ ის, როდესაც ბუნკერებში ან მომზადებული გამაგრებულ რაიონებში უკრაინელები იგზიან, მათი დამბობა 24 საათის განმავლობაში, გარდა ამისა საავიაციო ბომბებით, მართვადი ბომბებით, ფაბებით, ამითი სარაკეტო დარტყმებით და ის არტილერია, რომის პირდაპირ დამიზნებით, ესე იგი ანადგურებს ამ ობიექტებს. იქ ხალხი იღუპება. დნეპრის მარჯვენა მხრიდან უზრუნველყოფა ჯარების შეცვლით, პროდუქტებით, ტყვია-წამლით ვერ ხერხდება ისეთი მასა. ესე იგი, აი ესეთი სიცოცხლის გზა, რომელსაც უზახიან ისინი, რომლებიც იგზიან და უცდიან, რომ ტყვია-წამალი ექნება და მოაწვიან, ხიდები ყველაფერი აფეთქებულია და სრული ამ დრონების კონტროლის ქვეშ არის. ამიტომ ამბობს თავად ბელოუსოვი, რომ ამ საკითხებში რუსეთმა მიაღწია სრულ, ესე იგი, ზედმეტობას უკრაინის ჯართან მიმართებაში. და ის რასაც აწვდიან დასავლეთიდან, ეს დასავლეთის ნახევარი ვერ წვდება და ვერ მიდის წინა ხაზზე.
ნახევარ წარმოგიდგენიათ 100 მაგალითად ტანკი გამოუგზავნეს და 50-იც ვერ მივიდა წინა ხაზზე. და ისიც რომ იბომბება ყველა პორტები კონსტანცადან დაწყებული რუმინეთის მეორე მხარეს, აი საწინააღმდეგო მხარეს იქიდან დაწყებული ილიშოვსკის პორტიდან ოდესის პორტამდე, ესე იგი პორტები, რომლებიც ესე იგი არის მთლიანად დნეპრზე, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე არის, ყველაფერი იბომბება. ყველაფერი, ანუ ეს აძლევს იმის საშუალებას რუსეთის ჯარს, რომ მან მანევრები ჩაატაროს, გადაადგილებები ჩაატაროს, ან შექმნას ისეთი პირობები, რომელიმე მიმართულებაზე შეჭარბის პირობები, ტექნიკის შეიარაღების, ავიაციის, და ეს ავიაცია ნებისმიერ მიმართულებაზე შეიძლება სტრატეგიული ავიაცია გამოიყენო. იქ და შემდეგ იქ აწყობს შეტევებს. აი ესეთ შეტევების კეთდება ახლა მაგალითად დმიტროვის მიმართულებაზე. სადაც ესე იგი აღებული ობიექტებიდან ისინი არ ჩერდებიან და აგრძელებენ სვლას. აი როგორც კი შეძლებს რუსეთის შეიარაღებული ძალები, აი ძირითადი ეს ზღუდე გაარღვიოს, შემდეგ უკვე ის წინააღმდეგობა მას თითქმის დნეპრამდე, ნუ შეიძლება ქალაქებში რაღაც წინააღმდეგობა შეხვდეს, თითქმის დნეპრამდე მას არ აქვს. ის საინჟინრო სამუშაოები, რომლებიც უნდა ჩატარებულიყო და ახლა ინსპექტირება უჩვენა, ხო, უკრაინაში რაც ინსპექტირება ჩატარდა, რომ ეს ნახევარიც არ არის გაკეთებული. თანხების ბევრია წასული, ძალიან ბევრია კორუფცია და ამას მთელი ამერიკის დეპარტამენტები მუშაობენ, რომლებიც აკვლევენ საწევი და ვინ აიღო ეს ფული, ვისთან წავიდა და ნუ ბევრია ძალიან ისეთი თანამდებობის პირები, რომლებიც შემდეგ უკვე გამოაცხადეს და დაჭერილი იქნენ და ზოგი კიდევ გაიქცა დასავლეთში და ყველა ეს ბილიკი მიდის ზელენსკამდე. ანუ ზელენსკი ამას ყველაფერს ფლობდა. თავად სირსკიც კი ამბობს, რომ უკვე მას არ აქვს იმის იმედი, რომ დონეცკის მიმართულებაზე ის ზღუდე იმუშავებს, რადგან იქ გამოყენებული ყველა საშუალება, რომელსაც უკრაინა გამოიყენებს, ის ყველაფერი განადგურებულია რუსების მიერ. ანუ ყველა ინიციატივა უკვე კონჩეტევაზე უკრაინელებს გადასვლა არ შეუძლიათ. აი ახლა როდესაც მიდიოდა ბერლინში შეხვედრაზე ამერიკელებთან შეხვედრაზე, რომელიც კუშნერი და უტკოფი იყო ჩამოსული მოსკოვში, შემდეგ ბერლინში იყო ასეთივე შეხვედრა, რომელიც შეხვდნენ დელეგაციას ზელენსკის და ზელენსკის ის პირველი პირები, ვინც იყვნენ. იქაც ზელენსკი პირდაპირ რაღაცა გააკეთა, სურათები გადაიღო, აი ასეთი პოკროვსკის მიმართულებაზე იქ აჩვენა თავისი ის ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი დადგმული იყო. იმიტომ რომ ის უკვე აღებული იყო, ის მას უბრალოდ იქ ყოფნა არ შეეძლო. და ეს ასეთი ისინი PR კამპანიები და ისინი ეს უკვე დაგმეს, თავად ამერიკელებმაც დაგმეს. და იქ მოლაპარაკებების დროს უკვე ლაპარაკი იმაზე არ მიდის, რომ უკრაინას ტერიტორია დონეცკის, დონბასის, ყირიმის, ხერსონის მიმართულება, ზაპოროჟიის მიმართულება, ეს რაღაცაზე ამაზე უკვე ლაპარაკი ექნება, უკვე აღარს ლაპარაკობს უკრაინა. არც ამბობს კიო, რომ გადასცემს რუსეთს და არც ამბობს არაო. უბრალოდ აღარ ლაპარაკობს, ხო წინააღმდეგობას უწევდა. და ეს რატო ხდება ასე? იმიტომ ყველა ფრონტის მთლიანად 1200 კილომეტრი მაქსიმალური რაც ჩვენ გავთვალეთ. 1200 კილომეტრის აი ამ შეხების ზოლზე ხდება საბრძოლო მოქმედებები, სადაც ხო გეუბნები 300-მდე დასახლებული პუნქტები, რომლებიც დატოვა უკრაინამ. და იქ სადაც წინააღმდეგობას უწევს, ეს წინააღმდეგობა ისეთი არის, რომ ბრძოლის დროს ის რაც დანაკარგები აქვს უკრაინას, მისი განახლება, შევსება არ ხდება. ამიტომაც არის, რომ უკრაინის მდგომარეობა აი ამ მიმართულებაზე, შეხების ზოლზე და მის უზრუნველყოფაზე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. უკვე ალბათ წინააღმდეგობების გაწევა მას არ შეუძლია, დროის ფაქტორია. და მე რატომ მოიყვანე ის, რაც აქვს დღეს რუსეთს და რა ხდება რუსეთში. მე არ შემიძლია არ შევეხო იმას, რომ დრონების საკითხი, წარმოების საკითხი, დღეში 6000 სალ დრონს აკეთებდნენ, დრონს რუსები. და დღეს ეს გაიზრდება კიდევ 6-ჯერ მომავალი წლისთვის.
ხო წარმოგიდგენიათ, გაიზრდება რისთვის? ალბათ რეზერვშიც გადავა რაღაცა იმ ჯარებისთვის და იმის მომავალი თუ საბრძოლო მოქმედებები და რამე იქნება. მაგრამ თავარი ის არის, რომ რუსეთს აქვს ეს ტექნოლოგია უკვე აწყობილი. ჭურვებს რუსეთი უშვებს 3-ჯერ უფრო მეს, ვიდრე მთელი მსოფლიო ერთად აღებული. ანუ აქაც ამ იმაში ზედმეტობა აქვს. არსენალი, რომელიც უკრაინას გააჩნია, იმ არსენალის არავითარი ესე იგი გამოყენება იმისათვის რომ შეივსოს შეიარაღებული ძალები ფრონტის ხაზზე არ ხდება, ვერ ხდება. ის ქარხანა რომელიც იყო მალდიშევის ქარხანა ხარკოვში ის განადგურებულია, ის რემონტებსაც ვერ აკეთებს და დღეს ყველა სატანკო, სატრაქტორო და სხვა ქარხნები სადაც რა ჭირდება და მათი მიერ ბრიგადები გამოწვეული მთელი დიდი რაზმები, უდიდესი რაზმები, რომელიც განლაგებული არის მთელ პერიმეტრზე საბრძოლო მოქმედებების, ოღონდ ზურგში თქვა 50, შეიძლება 100 კილომეტრის, რომ მათი განადგურება არ მოხდეს. ისინი არ რემონტებენ არა მარტო იმ ტექნიკას, რომელიც რუსეთის ტექნიკა იქნა დაზიანებული, არამედ იმ ტექნიკასაც, რომელიც დაზიანებულია უკრაინის ტექნიკა. და უკრაინის ის, რომელიც დატოვებული არის, ძალიან ბევრი. თქვენ ნახეთ, ჰამარსის კი აიყვანეს რუსებმა, აი ახლა მანქანა, რომელიც გამოსული იყო წინა პოზიციაზე, რადგან მისი ტყორსნის, სარაკეტო ტყორსნის სიშორი არის 120 კილომეტრი, აი რომ ფრონტის ხაზთან 100 ყოფილიყო მიღებული, აი ასეთ რაღაცა მოხდა და რუსეთმა ის წვეთ აიყვანეს და ახლა სწავლობენ ამ ყველაფერს. ომი ასეთია. მე რა მინდა ვთქვა, იმდენად დაიხვეწა სახმელეთო ჯარების ურთიერთობა საავიაციო ძალებთან, სხვა რების, რადიოელექტრონული ბრძოლის, რადიო კავშირების, ჯარების მართვის, აი რუსებმა ძალიან კარგი რაღაცა გააკეთეს, მართვის ერთიანი სისტემა ჩამოაყალიბეს, რომელშიც ჩართული არის ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი ახლა ალბათ მომავალი წლიდან უკვე დრონებიც კი ექნებათ, მაგრამ მართვის სისტემაში არის ჩართული, რომელსაც ესე იგი ის უმზადებს მეთაურს, იქ გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს, იმ მონაცემები, რომლებიც შეტანილი არის ინტელექტში, ის ინტელექტი უთვლის და ეუბნება ამ მიმართულებაზე, აი ასეთი სისუსტეა, აი ამაზე უკეთესი არის, აი აქ 20-ული დგას, იქ 100-ული, იქ ბატალიონი, იქ არმიის მიმართულება ამდენი აქვს ზედმეტი, ანუ ამისი გამოყენების საშუალებას იძლევა მოწინააღმდეგეს რა გააჩნია დაზვერვის საშუალება, დაკომპლექტება რა არის. რუსეთის დაზვერვა ისეთი, როგორც არის დღეს, არც არასდროს არ ყოფილა ალბათ მეორე მსოფლიო ომის დროიდან დაწყებული. რადგან ძალიან მაღალ დონეზე მუშაობს ეს დაზვერვა, ის ხელოვნური თანამგზავრები, რომელიც არიან, უწყობენ ყველა ამ სისტემებს ხელს და რუსეთის სახმელეთო ჯარების ურთიერთობა და ეს მოქმედება დღეისათვის არის სანიმუშო და დასაწერი არის დასავლეთის აკადემიებისათვის, რომლებიც ესე იგი ვერ მივიდნენ. დღეს მსოფლიოში ყველაზე მებრძოლი ორი ჯარი არის. უკრაინის ჯარი და რუსეთის ჯარი, მაგრამ უკრაინის ჯარი განახევრებული ტექნიკით, შეიარაღებით და შესაძლებლობებით იბრძვის ის, რაც გააჩნია რუსეთის ჯარს, იმისი თქვათ სარაკეტო დარტყმების, საარტილერიო ჭურვების, საავიაციო დარტყმების გემები, რომლებიც არიან ზღვაში განლაგებული და იქიდან სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ. აი ასეთ საშუალებები საერთოდ არ გააჩნია. და ის, რომ დასავლეთი იქიდან ეუნება მიდით იბრძოლეთ, თქვენ დაგეხმარებით, ეს არის გაწირვა. გაწირვა და ზუსტად აი კუშნერის, ეს არის სიზე ტრამპის, რომელიც მოსკოვიდან ჩაფრინდა ბერლინში და შეხვდა იქ ზელენსკის დელეგაციები უთყოფი და ისჩნდა ზელენსკი თავისი დელეგაციით. აი ზუსტად ამ თემაზე იყო ლაპარაკი, რომელიც ესე იგი რუსეთთან ისინი დაალაგეს რაღაც საკითხები, მე არ ვიცი რა დაალაგეს. ნუ რაც გაიჟონა, ისინი ამბობენ იმაზე, რომ ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს უკრაინამ, კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს და მიდის ახლა უსაფრთხოების შეთანხმებაზე, როგორი იქნება ეს უსაფრთხოება, როგორ რასაც ითხოვს ზელენსკი, რომ მე მინდა გარანტია გქონდეს ჩემი უსაფრთხოებით. ამის გარდა ის, რაც ამერიკის ინტერესები არის და კუშნერი არის ამასთან დაკავშირებული, ეს არის, რომ ამერიკა აიღებს მოხმარებაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს.
5 ბლოკია და ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია. არა ახალი, ესე იგი აბსოლუტური სრული დაცვით, ესე ატომური ბომბის რო ჩამოაგდოზეთ, ალბათ ფლად დიდი იმის არა, მაგრამ ტაქტიკური ბომბი რო ჩამოაგდოზეთ, ესე იგი ის გაუძლებს მას. აი ესეთი არის ეს ატომური ელექტროსადგური. ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში ყველა დაცვებით და იმით გათვალისწინებით აშენებული, ჩერნობილის გათვალისწინებით აშენებული. და ითხოვს ამას, რომ ის ამ ატომურ ელექტროსადგურს გამოიყენებს იმ ენერგიას, რასაც ისინი გამოიმუშავებენ, ესე მოახმარენ გარდა იმისა, რომ ხარჯებს დაფარავენ, მოახმარენ მოგებასაც დატოვებენ და მოახმარენ უკრაინის თქვათ რეაბილიტაციას, იმ ტერიტორიის რეაბილიტაციას. ნუ მე არ ვიცი რუსები ამას დათანხმდნენ, არ დათანხმდნენ, მე ვერ გეტყვით ვერაფერს, მაგრამ ეს ლაპარაკი მიდის. მიდის ის ლითიუმის და სხვა საბადოების, რომელიც ამერიკამ უკვე მოაწერა უკრაინასთან ხელი და მისი ექსპლუატაციაში ამერიკის მიერ ესე იგი გამოყოფილი თანხებით და მიმართულებებით, ესე იგი ხელშეკრულება ცალ-ცალკე გაკეთდება ყველასთან. მაგრამ ეს ობიექტები უკვე გადაცემული არის საბუთებით უკრაინის მხრიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მათ გამოიყენებენ. აქ ევროპის უსაფრთხოების საკითხს, რომელსაც ითხოვს ზელენსკი, რომ უნდა იყოს ჩართული. ევროპის უსაფრთხოების საკითხი არც ისეთი უბრალო საქმე არის. არც ისე უბრალო საქმე, იმიტომ რომ ევროპის ჯარის ჩაყენება რაც უნდათ, ამის წინააღმდეგი სასტიკი იქნება რუსეთი. სასტიკი იმას არ მიიღებს ის. ამიტომ ევროპის მიერ რაც შეიძლება გაკეთდეს ის ტექნიკა და შეიარაღება, რაც შეიძლება მეტი მისცენ ბოდიშვიხტი, მეტი მისცენ უკრაინას. მაგრამ ამასაც ვერ მიხდებიან. აი მაგათაც ალისა ვადელი გამოვიდა ახლა და გაანადგურა მეცი. გაანადგურა ესე პირდაპირ. შენ თუ ომი გინდაო, წადიო მარტო და იომე რუსეთთანო. და რატო გინდა გერმანელი ხალხი და გერმანია ჩართო ამ გამანადგურებელ ორშია. ჩვენ ეს ვნახეთო რა იყო, ჩვენ ეს 45 წელშიო ამაზე ვთქვით ვარი. და ის რომ რუსეთის წინააღმდეგ და გააკეთო, რა გაიკეთა რუსეთმა ისეთიო, რომ ის გარდაო რომ დაგითმო გერმანია აღმოსავლეთ გაგიერთიანა გერმანია, გამოიყვანა ჯარები, შეგიქმნა ეს პირობები, იცხოვრეთ, გაგიწერა ყველაფერი, რომ ნუ შეხვალთ ნატოში, ეს მხარე ნატოს გერმანიის დემოკრატიული ყოფილი რესპუბლიკის მხარეა. ამას ნუ გაიყვანთო იქ ტექნიკას და იმას ნუ დააყენებთო ნატოს ტექნიკასო თქვენიო კი ბატონო კონდეთო, მაგრამ არასდროს რო არ კონდეთ თქვენ იმისი სურვილი რომ წამოხვიდეთ რუსეთის წინააღმდეგ. კი ბატონო, ამიტომ ახლა რუსები ზღებულობენ ისეთ კანონს, რომელსაც დენონსაცია უნდა გაუკეთონ. ხელშეკრულება სადაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ საბჭოთა ჯარი იქიდან გავიდოდა და გაიყოფოდა გერმანია და გერმანული ფედერაციული რესპუბლიკა არ გაერთიანდებოდა. და ისევ გაიყოფა ასეთი ისინი. არ ვიცი ეს ალბათ ბლეფით შეიძლება იყოს, რაც იყოს, მაგრამ ეს ოფიციალურად გაკეთებული არის უკვე. და ამ ოფიციალურ იმას, ესე იგი, ალბათ მოყვება რაღაცა ადამიანები დაფიქრდებიან, ეს არის საჭირო, თუ არ არის საჭირო. და დაფიქრდნენ, რომ არ არის საჭირო. მე მინდა რამდენიმე სიტყვით შევეხო აი ამ მდგომარეობას, რაც ჩვენ ახლა ბარეი ჩააყენეს თქვენ რუსებმა საფრთხე საზღვაო ძალების წყობაში, ესე იგი არეშნიკი საბრძოლო მორიგეობაზე დადგა, ეს სტრატეგიული დანიშნულების არ არის, ეს საშუალო დიაპაზონის არის, ნუ 3000-მდე არის კილომეტრი, რომელიც ნებისმიერ ევროპის ნებისმიერ იმას უწევდა. და აი ასევე იარსი დააყენეს საბრძოლო მორიგეობაზე. ამის გარდა რა რეფორმები დაიწყეს. ჩვენ აქ ვლაპარაკობთ სტუდიაში, მაგრამ ახლა ბევრმა ალბათ არის ეს, მაგრამ მაშინაც ვლაპარაკობთ, რომ რუსეთის ჯარის გადაყვანა ბრიგადების სისტემაზე, ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა. და აი დღეს უკვე რუსები ისევ გადადიან ბრიგადებიდან დივიზიის სისტემაზე, რადგან დივიზიის სისტემა ყველაზე კარგად მორგებული იყო. ეს ყველაზე დიდი შეცდომა აი უკვე მიდის იმაზე და აი წელს უკვე რუსეთმა ჩამოაყალიბა 5 მოტომსროლელი დივიზია
ცალკეული ბრიგადები, ცალკეული დანიშნულების, სპეციალური დანიშნულებების ბრიგადები, სულაც არაა საჭირო სპეცნაზი და რაღაც ასეთი იყოს, მაგალითად სატანკო იქნება, რაღაცა იქნება, რომლებიც იქნებიან არმიის განკარგულებაში და შემდეგ რომელ დივიზიასაც ეს დაჭირდება და ან მისთვის იქნება ხელსაყრელი, რომ მისი გამოყენება იყოს მიმართულებაზე, იქ შემდეგ გააგზავნიან და იმ დივიზიას გადასცემენ რომელიმე ამოცანის შესასრულებლად. ამის გარდა ჩამოყალიბდა ახალი ცალკეული პოლკები, ცალკეული ამოცანების შესასრულებლად, ცალკეული სპეციალური ამოცანების შესასრულებლად 30 პოლკი. წარმოგიდგენიათ, 30 პოლკი ცალკეული ასეთი, ეს რომელიც წელს გაკეთდა. და ამის გარდა 14 ბრიგადა ცალკეული გაკეთდა. და მომავალი წლისთვის 5 ასეთი დივიზია ჩამოყალიბდება და 3 მოტომსროლელი ბრიგადა, 38 ასეთივე მოტომსროლელი პოლკი, სპეციალური პოლკები. ეს რა არის ამ ომში მუშაობს ყველა უმაღლესი სასწავლებელი, სამხედრო უმაღლესი აკადემიების ყველა და სამხედრო სასწავლებლების სპეციალურად მეცნიერული ჯგუფები, რომლებიც ბრძოლის ტაქტიკას, სტრატეგიას, ოპერატიულ ხელოვნებას სწავლობენ, საინჟინრო უზრუნველყოფას სწავლობენ, ქიმიურ უზრუნველყოფას სწავლობენ, ზურგის უზრუნველყოფას, მათი უზრუნველყოფის გზებს, მათი ტრანსპორტირებას, ის რაც შიგნით ჭირდება ზურგის უზრუნველყოფა, როგორ მოამზადონ საჭმელი ბატალიონი, რომელიც წინა ხაზზე არის და ასე შემდეგ. აი ასეთ წვრილმან იმგეზე სწავლობენ და მთელი კონცეფციის იმაზე იქნება ჩამოყალიბებული აი ასეთი სამეცნიერო ის წინადადება, რომელიც შეცვლის მთელ სტრუქტურას, საბრძოლო ტაქტიკას შეცვლის. ტაქტიკა არის მაგალითად ბატალიონი ასეული, 20-ული ტანკი, 10-ული, ასევე არის დივიზია პოლკი. აი ის შეიცვლება, ამიტომაც ჩამოყალიბდება აი დივიზია პოლკის საბრძოლო წესდებები, რომელთანაც გაერთიანდება артиლერიას, ტანკის, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ბევრი ასეთი სხვა რაღაცა. საჰაერო თავდაცვის სისტემებში უკვე მიიღეს შეარაღებაზე ასეთი FPV ახალი სისტემა, რომლებიც საჰაერო თავდაცვას უკვე მთელ ფრონტის მანძილზე უფრო ადვილად ატარებს. ადვილად ატარებს და ინფორმაცია აქვს, რომ ის რადიოელექტრონული ბრძოლის მანქანები ჩაერთოს და საჰაერო თავდაცვის სისტემა მზადყოფნაში იყოს მოყვანილი. ანუ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა დაიჭირეს ეს სამიზნე, თქვათ ავიაციის რაღაც ან დრონი მოფრენავს. ეს მომენტალურად გადაეცემა უკვე პოზიციებს და იმ პოზიციებზე უკვე მისი მასსაწინა სარაკეტო დანადგარი იქნება, ავიაცია იქნება, დრონი იქნება, რომელიც მოფრინავს ფრონტის ხაზისკენ. მისი განადგურების საშუალება იქნება ეს. ანუ პირდაპირ არ იქნება ვიღაცამ გადასცა, აიყვანა ვიღაცა ადამიანის რესურსი ამაში არ იქნება გამოყენებული, იქნება მხოლოდ ინტელექტი გამოყენებული. და ინტელექტი ამას ძალიან ადვილად და ძალიან ჩქარა გააკეთებს. წყობაში ჩააგდა რუსებმა მარტო წელს 2-160 ეს სტრატეგიული დანიშნულების ბომბარდჩენები არიან. თქვენ იცით ესე და მისი ერთ-ერთი საუკეთესო, ამაზე უკეთესი მსოფლიოში არ არსებობს. მე თქვენ რასაც თქვენ უყურებთ, აი ეს არის ის, რაც კეთდება და ამბობენ, რომ მომავალი წლიდანო საბრძოლო მოქმედებებში შეიძლება მიიღოს მონაწილეობა ახალმა თვითმფრინავებმაც. არ ვიცი რამდენად ეს არის სწორად. მე მინდა ახლა ძირითადად გადავიდეთ იმ ვენესუელასთან დაკავშირებულ საკითხს. თქვენ გახსოვთ, ხო? იქ კუბის სამხრეთ აღმოსავლეთით მთელი არმადა შეიკრიბა ამერიკის გემების, 11 გემი, მათ შორის ჯერალდ ფორდის ეს ავიამზიდი, მას 100-მდე თვითმფრინავით, რომლებიც ემზადებოდნენ საბრძოლო მოქმედებების შესატარებლად ვენესუელასთან. და ვენესუელა რა 97 წლიდან ვენესუელა მუდმივი წნეხის ქვეშ არის ამერიკის შეერთებული შტატების, რადგან იქ არის მძიმე ნავთობი, ამ მძიმე ნავთობის გადამუშავება ხდება ამერიკის მიერ აშენებულ ნავთობგადამამუშავებელ სადგურებში თავად ვენესუელაში და ეს ნავთობის გააქვთ და ამერიკა მუშაობს ამ მძიმე ნავთობზე.
შეუძლებელია ასე ადვილად იმისი გადაკეთება, რადგან ნავთობი აღარ ყოფნის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ის რაც მოაქვს არაბეთიდან, არაბებსაც არ ყოფნით ეს, იმიტომ გადანაწილებული აქვს უკვე იუანებზე და სხვა ფულის ერთეულებზე ყიდი ამან ნავთობს. იმდენად დაძაბული იყო, რომ ამერიკამ უკვე $15 მილიონი გადავცემთ იმასო, ვინც გაანადგურებსო მადუროსო, პრეზიდენტს ვენესუელას. ვერაფერი ეს ვერ გამოუვიდათ. ვერაფერი ვერ დალაგდა და ეხლა უკვე მიდის მოლაპარაკება აი ასეთ რომელიც არ არის, იმიტომ რომ რუსეთმა თავისი გემები შეიყვანა, თავისი რამდენიმე გემი, საბრძოლო გემი ჩინეთმა შეიყვანა და ცილეთმაც თავისი $60 მილიარდ მეტი აქვს ჩადებული იქ და იმ კოშკებზე ნავთობგადასამუშავებელი ქარხნებზე მუშაობს ზუსტად რომ ჩინელი ისინი სპეციალისტები მუშაობენ და ჩინეთს იქიდან გამოაქვს. ჩინეთისგან ამერიკა თხოვს და ეს დახურული ისინი არის, რომ გვინდაო თქვენსგანო, თქვენ რომ ჩვენიო სავალუტო ფონდის რეზერვის თანხა შეიძინოთო. ეს ობლიგაციები რო არის, აი ასეთი ისინი. ამ დროს ემზადება მის წინააღმდეგ ომისთვის. ეს რისი თქმელია. მე ასე ვფიქრობ, რომ არაპირებს ამერიკა არც ჩინეთს წინააღმდეგ ომს, რადგან უდიდესი კრიზისი ერის და ამ კრიზისთან ბრძოლა ჭირდება მას, რომ ჩინეთმა რაღაცა ფული რაღაცა შემოიტანოს ბიუჯეტში, რადგან $3 ტრილიონი ჭირდება მარტო ბიუჯეტისთვის ამერიკას. 3 ის არა აქვს მას. $38 ტრილიონი აქვს ვალი. ამიტომ მას ჭირდება როგორმე ეს დაალაგოს და გამოდის ისე რომ ამერიკა თავის გავლენას ინდოეთის ოკეანეზე უკვე ისე ვეღარ აკეთებს როგორც უწინ აკეთებდა და მართავდა ხო არაბეთს მართავდა მთელი ნავთობების სპარსეთი დახურა რადგან მის ჭკუაზე არ დადიოდა ეხლა ვენესუელასაც რო უპირებდა მაგრამ მოილაპარაკეს რაღაც საფინანსო ინსტიტუტები ამერიკის ჩასული არის იქ ტრამპის და ისინი ამუშავებენ საკითხებს რომ ის ვენესუელა მიაწვდის ნავთობს. ანუ ესე იგი რაღაცა მოგვარდა, მაგრამ ეს მოგვარდა იმიტომ რომ ვენესუელის მხარეს და სტრატეგიული პარტნიორების ხელშეკრულება დადო ვინ? რუსეთმა. და ასეთივე სტრატეგიული ურთიერთობის ხელშეკრულება არ ვიცი აქვს თუ არა დადებული, იმიტომ რომ საიდუმლო არის, მაგრამ თავად დამოკიდებულება აი ასეთი არის. ანუ დღევანდელი აი ანალიზი რო გავაკეთო საბრძოლო მოქმედებების, რა საშიშროება არის? საშიშროება არის ის, რომ ევროპის აი ზოგიერთი მთავრობი და ეს ლიდერები ვინც არიან, მაინც იბრძვიან იმისათვის, რომ გაზარდონ სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, გაზარდონ მათი დანიშნულება, რადგან ამერიკა ანებებს მათ თავს და ამერიკა ალბათ იმდენი ხარჯების 72% ეს გამოდის სადღაც $980 მილიარდი ხარჯი, რომელიც ნატოსათვის განკუთვნილი ქონდა ამერიკას და ნუ სხვა ისინიც არის, მაგრამ იქ 1110 მილიარდი $. აი ეს რომ მოიხსნას, რადგან ამ ბიუჯეტის საშუალება მას ამერიკას უკვე აღარ გააჩნია და ვერ შეძლებს, რადგან ბევრი ტექნიკა შეიარაღება და განახლება ჭირდება და ჯარის ხარჯები ძალიან დიდი არის. ამიტომ მე რასაც ფიქრობ დღეს ევროპა გამოთავისუფლდება, ანდა უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ გამოთავისუფლდეს ამერიკის ზეგავლენისაგან, მაგრამ ევროპას ის რაც საბრძოლო მოქმედებების დაწყება მას უკვე რუსეთთან აღარ შეუძლია და ვერ შეძლებს ამ საბრძოლო მოქმედებების დაწყებას და ჩატარებას. ამიტომ ეს ყველაფერი იმდენად რთული საკითხებია, რომ თუ რაღაცა ნაბიჯი გადაიდგა, რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს, რომ დააშინოს იმსაც ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს. მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ სხვა გზა რო ისინი შეაჩეროს არ არის. ნუ ალბათ არის, არის დიპლომატიური, იმიტომ მერკელი გამოვიდა ახლა და პირდაპირ დაგმო ის პოლიტიკა, რომელსაც ევროკავშირი და ნატო აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ, რომ მათო, როდესაც პუტინი მზად იყო და ყველაფერი კეთდებოდა, ვარი რო თქვესო, ეს იყო შეცდომა, უდიდესი შეცდომა. მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენ საახალწლო ჩვენ არაფერი არ ისეთი არ გვემუქრება, მაგრამ ჩვენ სიფრთხილე გვმართებს ყველა მიმართულებით და ყველგან. მე მინდა თქვენ ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, გვექნება ჩვენ კიდევ ერთი შეხვედრა საახალწლოდ და იმ ახალშეხვედრაზე ბევრ სხვა საკითხებსაც განვიხილავთ. კარგად ვზამდებოდეთ.